თბილისში კი მეორე დღეა იმყოფება ევროსაბჭოს დელეგაცია. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი დღეს ინდივიდუალურ ფორმატში ოპოზიციის წარმომადგენლებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება. გუშინ კი ალენ ბერსე ქართული ოცნების ლიდერებს, არალეგიტიმურ პრემიერს და ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი თქვა კოალიცია მსვლელებისთვის. ნატალი ჯახუტაშვილი გვეტყვის მეც დელეგაციის დღევანდელი შეხვედრების თაობაზე. ნატალი, რა ხდება ამ წუთებში და ვის ხვდება ევროსაბჭოს დელეგაცია? ამ წუთებში ძლიერი საქართველოს ლიდერები ხვდებიან ევროსაბჭოს დელეგაციას, შეხვედრას ესწრებიან ბადრი ჯაფარიძე და ლევან ცუცქირიძე. დელეგაციას ხელმძღვანელობს გენერალური მდივანი ალენ ბერსე და დახურულ ფორმატში მიმდინარეობს ეს კონსულტაციები. ჩვენი პარტნიორები ცალ-ცალკე ინდივიდუალურ რეჟიმში ხვდებიან პოლიტიკურ პარტიებს და მანამდე დაახლოებით 1 საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა ისინი ესაუბრებოდნენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერებმა განაცხადეს, რომ ამ 2 დღის განმავლობაში ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ივანიშვილის რეჟიმი ავრცელებს დეზინფორმაციას, ცრუ ნარატივს და საზოგადოება მიზანმიმართულად შეყავს შეცდომაში. თითქოს ვინმე დასავლეთში აღიარებს ქართულ ოცნებას და ანიჭებს ლეგიტიმაციას ბიძინა ივანიშვილის გუნდს სინამდვილეში ეს ასე არ არის და როგორც ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, მათი ვიზიტი საერთოდ არ უკავშირდება ლეგიტიმაციის საკითხს. ჩვენს პარტნიორებს აინტერესებს საქართველოში არსებული მდგომარეობა თუ რა ვითარება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ამ შეხვედრაზე პოლიტიკოსებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებს თუ როგორ რეპრესიებს ახორციელებს ქართული ოცნება მოქალაქეებზე. მათ ჰქონდათ კონკრეტული მტკიცებულებები იმის დამადასტურებელი, რომ მასობრივ ტერორში ყავს დღეს სახელმწიფოს ახალგაზრდები, რომ ფიზიკურად უსწორდებიან მოქალაქეებს და დღის წესრიგში პოლიტიკოსებმა დააყენეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხი. სხვათა შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საკუთარი ძალიან მკაფიო პოზიცია დააფიქსირა ამ თვის დასაწყისში, როდესაც მათ გაავრცელეს განცხადება და პირდაპირ განაცხადეს, რომ აუცილებელია ქვეყანაში ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. ასევე მოთხოვნა იყო, რომ დაწესდეს სანქციები ქართული ოცნების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ და ასევე ამ განცხადებაში ძალიან ცალსახად ეწერა ისიც, რომ აუცილებლად ციხიდან ქართულმა ოცნებამ უნდა გამოუშვას ის ახალგაზრდები, რომლებიც დააკავეს აქციებზე. ეს არ არის ვიზიტი, რომელიც შეეხება არჩევნების ლეგიტიმაციას ან ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ეს არის ევროსაბჭო, რომელიც წევრი საქართველო არის 25 წელიწადია და ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ შეაფასონ ეს მდგომარეობა, პირადად ნახონ ის უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც ივანიშვილის რეპრესიებმა გამოიღო. იმედი მაქვს, რომ ბატონი ბერსეს მხრიდანაც იქნება საჯარო განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზნით არის ჩამოსული ეს დელეგაცია საქართველოში. ეს არის უპირველესად ქართველი ხალხის მხარდაჭერა და მათი უფლებრივი მდგომარეობის შეფასება, უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნა და საერთაშორისო დასკვნის დადება იმ არაადამიანურ, არახუმანურ მოპყრობაზე, რომელიც წამების ტოლფასად აქვს შეფასებული. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მკაფიო განცხადება მისი მხრიდან, რომ არანაირი ლეგიტიმაციის საკითხთან დაკავშირებით ის აქ არ არის და ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს ვერანაირი, ასე ვთქვათ, თვითმარქვია რეჟიმის ლეგიტიმაციას. ის არაპირებს შეხვდეს ყაველაშვილს. ეს მორიგის სიყალბე, რომელიც გაავრცელა პროპაგანდისტულმა მედიამ, ძალიან კარგად იცის, რომ მისი ამ ვიზიტის გამოყენება ხდება სიყალბისთვის თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან. კონკრეტული საქმეებითაც იყო დაინტერესება, ასევე წამების, მათ შორის ჩემზე თავდასხმის, სრულად ინფორმირებულია ყველა სიტუაციაზე, რაც საქართველოშია და ვფიქრობ, მომავალ წელს ძალიან ბევრი კონკრეტული ნაბიჯი იქნება მათი მხრიდანაც. დღეს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება შეხვედრები, ასევე კონსულტაციები დაგეგმილია სამოქალაქო საზოგადოებასთანაც, რაც შეეხება კოალიცია ცვლილებისთვის პოზიციას. პარტია არ შეხვდება დღეს ევროსაბჭოს დელეგაციას და ამასთან დაკავშირებით მათ გაავრცელეს განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, რომ მკაფიო პოლიტიკური გზავნილების გარეშე ქართული ოცნება ამ ვიზიტს იყენებს სათავისოდ და მე წაგიკითხავთ ახლა თუ რა განცხადებას ავრცელებს კოალიცია
ცვლილებისთვის მიუმართავთ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ახალი არჩევნების აუცილებლობასთან დაკავშირებული მკაფიო პოლიტიკური გზავნილებისა და ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს კონტექსტთან შესაბამისი დღის წესრიგის გარეშე განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტები ეხმარება ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებში ხელახლა შექმნას მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბუნდოვანება და გაურკვევლობა მისი კრიმინალური გუნდის საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით. მოკლედ ეს არის პარტიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც შეეხება დელეგაციას. უკვე მეორე დღეა დელეგაციის წევრები იმყოფებიან თბილისში, გუშინ ისინი ხვდებოდნენ არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის ვიცით ისიც, რომ შეხვედრა გამართეს ბიძინა ივანიშვილთანაც, თუმცა ჯერჯერობით არც ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს და არც დელეგაციის სხვა წარმომადგენლებს მედიასთან კომუნიკაცია არ ქონიათ. შესაბამისად, ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რა უთხრეს ქართული ოცნების წარმომადგენლებს დელეგაციის წევრებმა, თუმცა ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ გენერალური მდივანი ალენ ბერსე ხვალ გამართავს ჟურნალისტებთან პრესკონფერენციას და უპასუხებს მედიის შეკითხვებს.